დღეს ჩვენ უნდა ვესტუმროთ უნდა გაგაცნოთ კიდევ ერთი დანდალველი კერძოდ ჯალაბაშვილებიდან ანზორ ბერიძე, ღვაწმოსილი ადამიანი, ასაკოვანი ადამიანი და ნახოთ როგორი შეხვედრა გვექნება. ანზორ ბიძია! აგე ყოფილა ანზორ ბიძია. გამარჯობა ანზორ ბიძია. გამარჯობათ, მოგესალმებით. კარგად დამდებით. გამარჯობა ქალბატონო ეთერი. როგორ ზანდებით? მობდანით. კი, მოვალ. ბატონო ანზორ, მე ყველა ასაკოვან ადამიანებს ასე ვსტუმრობ და მე ვიღებ დებ სოციალურ ქსელში და ვაქვეყნებ და ვაცნობ საზოგადოებას, ახალგაზრდობას ვაცნობ, რომ როგორი მოღვაწეები იყავით, როგორ უყურებდით ქვეყანასაც, სოფელსაც და ასე აქვეყნებთ მე. და თუ შეიძლება ჩავწეროთ და გავაკეთოთ პატარა სიუჟეტი. კი ბატონო. მობდანით. კარგით, აბა შევიდეთ და ჩამოვიდეთ და ვისაუბროთ. შევძანდით. ბატონო ანზორ და ქალბატონო ეთერი. მე ასე ვეფერები ჩემს ასაკოვან ადამიანებს, დანდაველებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე დანდალებელი ვარ და დანდალოში დავიწყეს ასეთი მომაფიქრდა რომ უნდა გადავიღო ასაკოვანი ადამიანები და უნდა დავუდო სოციალურ ქსელში და ასე მოეფერებიან. ხო და ასეთი ერთ-ერთი ვიზიტი თქვენთანაც აგერ მოვედი და ჩავწეროთ თქვენი პატარა ისტორიაც. ბატონო ანზორ, დავიწყოთ თქვენით. რამდენი წლის ბრძანდებით? მე რამდენად ვიცი? 88 წლის. 88 წლის. რამდენად ვიცი დღეს თქვენ დაბადების დღეც გაქვთ? კი ბატონო. ეს უკვე ჩემი მესამე შემთხვევაა, როცა მივდივარ ჩასაწერად რესპონდენტად და დაბადების დღეს ვემთხვევი ხოლმე. და ერთ-ერთი თქვენც ასეთი აღმოჩნდით დღეს. ბატონო ანზორ, მოგვიყევით თქვენი განვლილი ცხოვრება 88 წლისა რომ გახართ და დღემდე მოხვედით. მოგვიყევით დაწყებული თქვენი ბავშვობიდან დღემდე თქვენი პატარა ისტორია, თუ როგორი ცხოვრება და როგორი ისტორია გქონდა თქვენ. მე რა თქმა უნდა პირველად დავიწყე ჯალაბაშვილების დაწყებით სკოლაში. რომ დავამთავრე 4 კლასი, შემდეგ საშუალო სკოლაში დავიწყე უჩამე, შუახევის რაიონის უჩამის საშუალო სკოლაში. ის დავამთავრე 56 წელში. შემდეგ განმოწმებით ჩავაბარე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ჩავირიცხე, დავამთავრე და შემდეგ მომავდინეს ჯალაბაშვილების არასრულ სკოლაში სკოლის დირექტორად. შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ რა თქმა უნდა მე დავედი სკოლიდან, იმიტომ რომ ასაკი უკვე თავის ასაკეთება და ახლა ვარ პენსიონერი. ეს პატარა ისტორია, რომელიც თქვენ მოგვიყევით, მაგრამ ეს დეტალურად მე გავშიფროთ უკვე. კი ბატონო. ბავშვობიდან დაიწყეთ და ძალიან სწრაფად მოხვედით უკვე პენსიონერებამდე, მაგრამ ახლა უკვე გავშიფროთ ეს ყველაფერი. კი ბატონო, მე დროში ვმუშაობდი იქეთ-აქეთ. აბა ქალბატონი ეთერი გაზგვეთყვის. თქვენ რამდენი წელს ბრძანდებით? როგორ? რამდენი წელს ბრძანდებით თქვენ? მე 83 წლის ვარ. 83 წლის. სადაური ბრძანდებით? შუახევის რაიონიდან. რომელი სოფელი? გოლხონაური, პატარა სოფელი. საიდან მოხვდით აქ? ბატონ ანზორისთან ერთად. როგორ მოხვდით? დავიცი ბედმა აბა თქვენ თუ მოგვიყვებით თქვენს პატარა ისტორიას, თქვენი ბავშვობიდან დაწყებული დღემდე.
ბავშვობაში სკოლა საშუალო დავამთავრე. მე საბუღალტრო კურსები გავიარე. რომ დავამთავრე, მე სამუშაო დავიწყე უფროს ბუღალტრად ოპერატივში. მე რომ აქ გადმოვედი ამის ანდორისთან აქ დავიწყე შემნახվել სალაროში 23 წელი იქ მიმუშავე. 40 წლის იგი მაგ ცოტა ხმა მაქვს. იგი რა ქვია სტაჟი. მას სტაჟი. და მე გავედი პენსიაში. ახლა თქვენაც უკვე მოხდით პენსიონერებამდე უკვე თქვენი ისტორია, ხო? ახლა ნელა-ნელა უკვე დეტალებში გადავიდეთ. ბატონო ანზორ, როგორი ბავშვობა გქონდათ? გაიხსენებთ თქვენ ბავშვობას, გახსოვთ? მე ძირითადად ჩემი ახალგაზრდობა გავატარე ბათუმში. საიდან? იქ მუშაობდი ტრესტში. ბავშვობა. მე უფრო პატარა ბავშვობა, რომელიც პატარა ბავშვობა, რა თქმა უნდა, მე გავატარე აქ. და როგორი ბავშვობა გქონდათ? შეგიძლია გაიხსენო გახსენება? ნორმალი, ეს საჭმელი არ მაკლდა და ჩაცმადა, ნორმალური. თამაშობები ესენი ყველაფერი. ყველაფერი ნორმალური. რამდენი დედმამიშვილი იყავით? რამდენი დედმამიშვილი იყავით? დედმამიშვილი 7. 7. 7 დედმამიშვილი იყავით, ხო? რამდენი და და ძმა? ვიყავით 3 ძმა და 4 და. 4 და. ყველა დასახკარებულია, ყველა დაოჯახებულია და ყველა ცხოვრობს. ახალგაზრდობა და სტუდენტობა როგორი გქონდათ? ახალგაზრდობა ძირითადად ბათუმში ვიყავი, სტუდენტობა ინსტიტუტში კაი ავტორიტეტი მქონდა პედაგოგებთან, მასთან და რექტორებთან. განსაკუთრებით უნდა გავიხსენო შოთა ქემხაძე. ჩემი კათედრის ფიზიკა-მათემატიკის კათედრის გამგე. ეს იგივე მშობელი იყო ჩემი. და არ მიჭირდა არაფერი რა ვიცი. ძალიან კარგი. ხალბატონო ეთერი. თქვენ გაიხსენეთ ბავშვობას, თქვენ ბავშვობას როგორ ბავშვობაში ძალიან კარგად ვიყავით ჩვენ. ძალიან. რამდენი დედმამიშვილი იყავით? 4. 4 დედმამიშვილი იყავით, ხო? რა საქმიანობდით ახლა? მთაში დადიოდით, თა გქონდათ თუ არა? ბავშვობაში. ბავშვობაში ბავშვები მოგროვდებოდით, ჩუბღეროდით, თამაშობდით, ანაში არა, არ მუშაობდით. ანაში არა. არ მუშაობდით, ბანანა ვიყავ ბადანები. ახალგაზრდობა როგორი გქონდათ? ახალგაზრდობა ძალიან კარგი. ბათუმში ისწავლეთ თქვენც საბუღალტრო? კი. იქ დაამთავრეთ. ახლა ბატონო ანზორ, უნდა მოგვიყვეთ თქვენი შეუღლების ისტორია. საიდან როგორ გაიცანით ქალბატონი ეთერი, ეს პატარა თუ გახსოვთ კი არა, ეს უნდა გახსოვდეთ ყველაზე მეტად. და დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, თამამიშვილ საქს, ჩალაბაშვილების ბათუმის სკოლაში. და შუახევში მყავდა ნათესავები. დავდიოდი მასთან და გავიცანი ეთერი. დავიცანი ნარი ქალი იყო დინჯი და მეც რა თქმა უნდა მომეწონა და გადავწყვიტე რომ მომეყვანა. და მოწინააღმდეგე აღარ მყავდა. და ვართ ცხოვრობთ ახლა არ გვიჭირს. ოჩახ, მართლა კარგი წყვილები ხარ, ძალიან ლამაზები და სიმპათიურებად გამოვიყურებით. ბატონო ანზორ, თქვენს და ქალბატონი ეთერიც, როგორ ლამაზები ხართ, ახლა დარწმუნებული ახალგაზრდობაში როგორი მართლა უფრო ლამაზები და უფრო მშვენიერები იყავით. კიდევ რა შეგიძლია თქვათ?
შემდეგ ჩამოვედ გადავწყვიტეთ რომ ვეცხოვრა ჯალაბაშვილებში. და აგეთ ჩვენიერი ცხოვრება. ავაგე ჩვენიერი ცხოვრება. მე შვილები შვილები რაჭმამდა მყავს, ერთი ბიჭი მყავს, ორი გოგო. და მაყოფილი ვარ ვის მათი, საერთოდ. შვილიშვილები რამდენი გყავთ დაგითულიათ? შვილი კი. ქალბატონი ეთერი გვეთქმის, აბა რამდენი შვილიშვილი გყავთ? შვილი მგონს. რვა. შვილთა შვილი გყავთ? კი. რამდენი? რამდენი და 4. ღმერთმა გაგიზარდოს, ღმერთმა გაგიზარდოს და ღმერთმა გამრავლოთ. გახაროთ და გამრავლოთ. მართლა ბედნიერი ასაკოვანი მეუღლეები ბრძანდებით და ძალიან საამაყოა რომ ასე კარგად და ბედნიერად გამოიყურებით და თან ასეთი კარგი შვილები და შვილიშვილები გყავთ. კარგი მადლობა. შვილიშვილები მგონს, კარგი შვილთა შვილები მგონს. რომ რა ვიცი, ყველა მეუბნება რა ბედნიერი კარგი. ნამდვილად ბედნიერი ქალი ბრძანდებით. ღმერთმა კიდე დიდხანს და დიდხანს ბედნიერად გავყოფნოთ. მადლობა დიდი, მადლობა. სხვა ბატონო აზორ, მე ვიცი თქვენ დადიოდით სადღაც მუშაობდით კიდევ მარტო ერთ სკოლაში არ იყავით თქვენ დირექტორი, მე ვიცი რომ ყოფილი გოგიაშვილების საშუალო სკოლის დირექტორიც იყავით თქვენ. ხარავლაშიც ვიყავ. ხარავლაშიც ყოფილიყავთ, ლაიკუშიც კი ბატონო. ბევრ თანამდებობებს გიმუშავიათ, მაგრამ ძალიან არ ამბობთ ამას, რატო არა. თავდაბალია და არ ამბობთ. რაიკომშიც მუშაობდი ნაკაშიძის პერიოდში. და მე წამოვედი კიდევ სკოლაში და ასაკმა თავისი გააკეთა ახლა ამიტომ რაიკომში. სხვა კიდე რისი თქმა გინდა და რა სიტყვოდი კიდევ? რას ვიტყოდი? მაყოფილი ვარ საერთოდ ცხოვრების საწყისით და მაყოფილი ვარ კიდევ მიმდინარე პროცესით. ღმერთმა კიდევ ერთი 50 წელი კიდევ ყოფილიყავით კიდე ასე ჯანმრთელად და ასე სიმპათიურად. დიდი მადლობა. ასეთ შეკითხვას დაგისვამდი. მე ვიცი თქვენ ძალიან აქტიური იყავით. მე ხა რა ვარ 54 წელსა ვარ, მაგრამ ვიცი რომ ძალიან აქტიური და ისეთი იყავით. რომ დავაბრუნოთ დრო დავაბრუნოთ უკან და 25 წელსა რომ ვიყო რას გააკეთებდი. რომ დაბრუნდეს 25 წლის რომ ვიყო ეხლა რა თქმა უნდა უფრო მეტ სამუშაოს მოგიდებდი ხელს განსაკუთრებით სამეცნიერულ სამსახურს. ხარისხის დაცვა არ მიჭირს და რა თქმა უნდა ოჩახ შემდეგ იზრუნებდი და ხალბატონო ეთერი რომ დავაბრუნოთ დრო უკან და ახლა ვიყოთ 25 წლისა. აი რას გააკეთებთ? რატომ ყველაფერს გავაკეთე. არ შემეძარება არაფერი. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე წარმატებული დრო, პერიოდი, სასიხარულო, სასიამოვნო რამეს თუ გაიხსენებდით? სასიხარულო და სასიამოვნო პერიოდი რა თქმა უნდა არის. ეს არის პირველი საწყისი ცხოვრება, როცა დამქორწინდი, ოჯახში ავაგე და შევდექით ამ ოჯახში ცხოვრება. ეს იყო თქვენი სასიამოვნო და კარგი პერიოდი, ხო? პერიოდი რა თქმა უნდა. ხალბატონო ეთერი, თქვენ რას გაიხსენებდით? დავით ყველაფერს. მნიშვნელოვანი დღე, ან მნიშვნელოვანი დრო. რამე გახსოვთ მნიშვნელოვანი სასიხარულო რაღაც კარგი. არა, ბადიშვილი. ბადიშები. ბიჭიშვილი რომ შეგვეძინა ძალიან კარგი ვიყავ. ეს იყო ყველაზე დიდი სასიხარულო ამბავი იქნებოდა თქვენ ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ყველაზე დიდი დღე. ბატონი ბადრი რომ შეგეძინათ. ძალიან კარგი კეთილი შვილები მიყავს. ძალიან კარგით.
ანდროგელი ვარ ჩემს შვილებიდან. ბატონო ანზო, მე ვიცი რომ თქვენ რომ დირექტორობა დატოვეთ, ჯერ ჯალაბაშვილებში იყავით, მერე გოგიაშვილების საშუალო სკოლაში იყავით, ხარალაშიც მუშაობდით, მე მგონი რაღაცა უკვე მოგისწრათ ისეთმა დრო რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბიზნესში წახვედით და ბიზნესი დაიწყეთ და რა ბიზნესი დაიწყეთ, როგორ დაიწყეთ? მასწავლებელმა კაცმა როგორ მოაფერეთ ეს ბიზნესში წასვლა? ნუ დაახლოებით შენებლობის ბიზნესი დავიწყე, იმიტომ რომ მე ამ დარგში უკვე ვიცნობდი. შენებლობის ბიზნესში მე არ მახსოვს, მე უფრო ვიცოდი რომ რაღაც რუსეთში გაქონდა რაღაცა სყიდდი. შენებლობის ბიზნესი არ მახსოვს რადგანაც. მე მათი შენებლობაზე მუშაობდი, იმის დარგი უფრო მესმოდა. რუსეთში დადიოდით? მოდიოდი. რას ვაჭრობდით? რა გაქონდათ? განსაკუთრებით სოფლის პროდუქტები დამქონდა. და რა თქმა უნდა რეალიზაციას გავიკეთებდი და დაბრუნდებოდი სახში. აჰა. სვა. ხალბატონო ეთერი. თქვენ რას გვეტყვით, აბა რამე გაიხსენეთ ისეთი მნიშვნელოვანი, კარგი ამბავი, რამე შეგიძლია რომ გაიხსენო რამე? როგორ არა? როგორ მოხსოთ დღევანდელი ახალგაზრდები? ახალი თაობა. აი შვილიშვილებს ყავთ ეგერ და შვილიშვილი აი როგორ მოხსოთ მაგათი აზროვნებები? კარგები არიან, ნიჭიერები არიან. ცუდს არასდროს კადრებენ რამეს. ასეთები კარგები რა ვიცი და ამაზე ზურნავე. თქვენ ბატონო ანზო, როგორ შეაფასებთ ახალ თაობას? ახალი თაობა ძირითადად დადებითი აზროვნების არის. კი. დადებითი. ახლა როგორც ასეთი არის ესეთი რომელიც არა ამ დონის, მაგრამ ძირითადი მასა ახალგაზრდების ძალიან კარგია. კარგით. ახლა თქვენ კი ასაკოვანი ხალხი კი ხართ, მაგრამ სოფლის მეურნეობაში რამე თქვენ შვილს რამე ხელს ამოუკლავთ ყანაში, ბახჩაში, სადმე წაიმუშავებთ? რას გააკეთებთ მაგალითად ახლა თქვენ ბახჩაში? ვიცი რომ მოუსმენარი ადამიანი ხართ, სახში ვერ დაждდებით, აუცილებლად რაღაცა უნდა ააკეთოთ. უნდა და ვაუშავთ მიწას, თესავთ. სიმინდ, რობიოს ხარა. თქვენ პირადად თუ შეძლებთ რაიმე მუშაობთ, თქვენ პირადად თუ მუშაობთ, პატარას. უნდა აუცილებლად. აჰა. ისევ ერთ კავშირი. ხალბატონო ეთერი თქვენ? ხო, მეც მიყვარს მეურნეობაში იმაში მუშაობა, თამბაქოს დაგვა, პამიდორის. რა თქმა უნდა ცნობილია თქვენი პამიდორი. ხო. ოდითგანვე ცნობილი იყო და ახლა ცნობილია თელს აჭარაში და თელ საქართველოში და რა ვიცი. ყველა რომ ვიხარ პრობლემებზე. მაგრამ ცოტა ხუცობა შემიშენა. მაშინ რა ვქნათ? თუ მეტი ამე სათქმელი არ გვაქვს, ფინიშისკენ მივიდეთ და რა ვიცი, თქვენისთან ასაკოვანი ხალხი მყავს მე კიდე ჩაწერილი. ისინი გნახავენ ახლა თქვენს არ ვიცი ნახული გაქვთ თუ არა, მაგრამ აი რას უსურვებდით თქვენისთან ასაკოვან ადამიანებს? პირველი ჯანმრთელობას და ხარგის სიცოცხლეს. თქვენ გაბატონო ეთერი? მეც ისე ხარგის სიცოცხლეს ჯანმრთელობა ბედნიერად ხო. მე ყველას ასე პირობას ვუდებ ყველა ჩემს რესპონდენტს რომ მაგალითად თქვენ გაკლიათ 100 წელს რომ შეასრულოთ რამდენი 12 წელი? 12 წელი. დრო ძალიან სწრაფად გადის და 12 წელს მალე გავა და 12 წლის მერე კიდე მოვა თქვენთან. და ასეთი პატარა რეპორტაჟი გავაკეთოთ და ჩავწეროთ. კარგად ზანდებოდეთ მაშინ და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა დიდი. მადლობა და მერყვა რასაც ფიქრობ, თქვენი ოჯახის და შეგესრულებთ. იცოცხლეთ და გაეხარეთ.